ჭიათურაში პროტესტი გრძელდება. შიმშილობის მე-15 დღეს მაღაროელი ტარიელ მიქაცეძე შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიწეხეს, თუმცა მოშიმშილე მაღაროელი უარს აცხადებს საკუთარი ჯანმრთელობის მონიტორინგზე. ტარიელ მიქაცეძე გუშინდელის შემდეგ მშრალ შიმშილობაზეა. გაფიცულები ამ დრომდე ითხოვენ ციხიდან მათი 4 თანამებრძოლის გათავისუფლებას, რომელთა პატიმრობაც მათივე შეფასებით უკანონოა. მე დღეა უკვე შიმშილობის სამა ჩვენთაგანმა მებრძოლმა პირი ამოიკერა უკვე. ერთადერთი მოთხოვნა პირველი რაც არის და უპირველესი რაც არის ჩვენი 4 თანამებრძოლის განთავისუფლება საპატიმროდან უკანონოდ დაკავებული ბიჭების. რაც შეეხება დანარჩენს მოთხოვნებში ასევე ჩვენი ქალაქის გადარჩენა, ღირსეული სამუშაო პირობები. დღეს აგერ ტარიელ მიქაცაძე შეუძლოთ არის ვეღარც კი ლაპარაკობს ადამიანი, მაგრამ გამოუძახეს სასწრაფო და არ გაესინჯა. ანალოგიურს გავაკეთებთ ჩვენ სხვა დანარჩენი შიმშილეები. ძალიან უსამართლოდ არიან ის 4 ადამიანი დაკავებულები და ამის გამო ყველაფერს რაც შეგვიძლია და ჩვენ ეს შეგვეძლო და ეს გავაკეთეთ და ამის გამო, რა ვიცი, თავსაც შევწირავთ იმ უსამართლობის გამო, რაც დღეს ჭიათურაში ხდება. დღეს პროტესტის 125 და შიმშილობის მე-15 დღეა. გაფიცული მაღაროელები უკვე დღეებია ითხოვენ ჯორჯიან მანგანეზის ჭიათურიდან გასვლას. მათი მთავარი მოთხოვნა დაკავებული 4 მაღაროელის, მერაბ სარალიძის, არჩილ ჭუმბურიძის, გიორგი ნეფარიძისა და თენგიზ გველესიანის გათავისუფლებაა. მოშიმშილეთა შორისაა დაკავებული მერაბ სარალიძეც. ამჟამად შიმშილობს 7 ადამიანი: ტარიელ მიქაცაძე, სიმონ მიქაცაძე, ჯანო ლაბაძე, მერაბ სარალიძე ციხიდან, ხოლო 3 მათგანს მირზა ლოლაძეს, გოგა აბესაძეს და შავლეგი გოქსაძეს პირი აქვთ ამოკერილი. ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ქუთაისში 3 საგამოცდო ცენტრია გახსნილი მე-17, 23 და 51 საჯარო სკოლებში. ქუთაისში 3-ვე საგამოცდო ცენტრში 4400-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული. დღეს ქალაქში 3-ვე საგამოცდო ცენტრში პირველი გამოცდა 2091-მა აბიტურიენტმა წერა. გამოცდაზე არ გამოცხადდა 98 აბიტურიენტი. ქუთაისის საგამოცდო ცენტრში დღეს დილით 8 საათზე გაიხსნა, არ დაფიქსირებულა არც ერთი დაგვიანების შემთხვევა. დღეს ყველა ინსტრუქციის თანახმად სუსტად 8 საათზე დაიწყო რეგისტრაცია, იცით რომ სად იყო საგამოცდო ცენტრები. დაიწყო ექსესების გარეშე. პირველ სესიაზე 395 აპლიკანტიდან შემოვიდა 373. არ ყოფილა დაგვიანების ან გამოცდიდან მოხსნის პრეცედენტი. მეორე სესია დაიწყო ზუსტად თავის დროზე 3 საათზე, 2 საათზე რეგისტრაციაზე 3 საათზე გამოცდა და 406 აბიტურიენტიდან ამჯერად საგამოცდო ცენტრში განთავსებულია 390 აბიტურიენტი. დაგვიანების შემთხვევა არც მეორე სესიაზე ყოფილა. განწყობა და სახეებით, რა ვიცი, ბევრად უფრო ნათელი, ბევრად უფრო მღიარული, ვიდრე ვთქვათ არ ვიცი, საერთოდ ქუჩაში გვხვდება ხოლმე, იმაზე უფრო უკეთესი. ვფიქრობ, რომ ნაკლებია დაძაბულობა. განწყობა არის ძალიან კარგი. მე თითქმის ყველას ვეკითხები, როგორი კმაყოფილია როგორც გამოცდიდან, ვისაც ფიზიკურად ვხვდები და უმრავლესობას ვხვდები და ნაირი ტექნიკური შენიშვნაც კი არ ქონიათ აბიტურიენტებს, რაც ძალიან მახარებს. კომფორტულად მუშაობენ, მთავარია ზუსტად შედეგები მიიღონ, რასაც ელიან თვითონ ამ გამოცდებიდან და წარმატებები ყვება. მეგატივი დაინტერესდა, როგორი განწყობა აქვთ აბიტურიენტებს და მათ ოჯახის წევრებს და როგორია მათი მოლოდინი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის წინ. გურამ ჩოლიშვილის ასვლა შემდგა, ძალიან კარგი თემა მოვიდა. კარგად დავწერე, იმედია. და არ გამჭირებია. სირთულის წესი ნამდვილად არ იყო და კითხვებიც კარგად იყო დასმული და ორივე თემა კარგი იყო ნამდვილად. რასაჩვენს სხვა აბიტურიენტებს? საერთოდ არ ინერვიულონ და მართლა არაფერი არ ყოფილა თუმცა საშიში. განწყობა არ ნერვიულობდი არაფერზე. დილით და მუსიკაში და ენერგიაზე ვიყავი და სურვილი მქონდა იმენა დამეწერა და რა ვიცი, მუღამი მქონდა რა. ძალიან რთული არ ყოფილა რა. ასე რომ ვთქვა, ჩემი გადმოსახედი ეგრე არის. თემა ასვლა ერქვა, არ ვიცი დანარჩენად მახსოვს. ნერვი, შიგნით რომ შევედი და ზარი რომ დაერეკა, ცოტა მე არ ნერვიულობდი, მანამდე არ ნერვიულობდი და მე რავი.
როგორ ემზადებოდი გამოცდისთვის მანამდე? ძალიან მონდომებულად რა. მონდომებული ვიყავ. სხვა აბიტურიენტებს ასურჩევდა აი არ დაზოგონ თავი ბოლომდე იმეცადინონ, იწვალონ. 3 საათი ხომდაია რომ მასე 4 საათი დარჩეს, 5 საათი იწვალოს და გააკეთოს თავის გასაკეთებელი. ძალიან მარტივი იყო რედაქტირებაც, წაკითხვის გაზრებაც მართლა და იმედია ყველამ კარგად დაწერა და მართლა ისეთი სანერვიულო არც იყო, როგორცაც ველოდი და ძალიან არ ვიცი, ახლა წაღელებული ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველას კარგი შედეგი ექნება, იმიტომ რომ ძალიან ემოციური განწყობა მაქვს. ცოტა ბავშვს ეშინია, რა თქმა უნდა, მეც მეშინია, მაგრამ ვცდილობდი რომ არ შემემჩნია მასთან, ვეუბნებოდი რომ ყველაფერი კარგად იქნება და აუცილებლად შრომა დაგიფასდება, მეთქი დედიკო. ყველა ბავშვს უსურვებ წარმატებას და იმედია რომ ეს ჩვენი მერცხლები, დაფთიანებული მერცხლები გაგვახარებენ რა. არა, მეც დამთავრებული მაქვს უმაღლესი სამედიცინო განხრით და არ მუშაობ. ვუთხარი რომ მთელი ჩემი ცხოვრება თქვენ შემოგწირეთ, მეთქი არ ვამადლი, მაგრამ ეხლა თუ დამპირდები მე უთხარი და შენ კარგად ჩააბარებ, მე დაგპირდები რომ მე დავიწყებ მუშაობას და შენ გაგიყვალავ გზას სამედიცინო სფეროში, მეთქი და ვნახოთ. ყველა ბავშვს უსურვებ წარმატებას. ძალიან ემოციური დღეა. ყველა აბიტურიენტს წარმატებას უსურვებ, რადგან ყველამ ძალიან ბევრი იშრომა დარწმუნებული ვარ, მთავარია არ ინერვიულონ, იმიტომ რომ ნერვიულობა ყველაფერს აფუჭებს და რა ვიცი, აბსოლუტურად ყველა ახალგაზრდას, ყველა აბიტურიენტს უსურვებ წარმატებებს და წარმატებებს. აბა თქვენიც ბავშვებო, მთელი სამყარო თქვენს მხარესაა, მთავარია თავდაჯერებულები იყოთ, სიყვარულით შედით გამოცდაზე და ყველაფერი კარგად იქნება. გაიხარეთ ყველას წარმატებას უსურვებ. ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ შრომა არის აუცილებელი და დაიმახსოვრონ, რომ შრომა და შრომა. ყველა საქმეში და აუცილებლად სიყვარული და მონდომება უნდა ჩადონ. ყველაფერი იოლი არის, მთავარი არის დაუფიქრდნენ, წაიკითხონ და თავისი აზრი დააფიქსირონ. ბევრს არავინ არაფერს არ ითხოვს, მთავარი არის აზროვნების უნარი უნდა გქონდეთ ბავშვებს და რა ვიცი, უნდა მიაქციონ ყურადღება რა მოვა ტექსტში და საით უნდა წარმართონ მსჯელობა. რთული არ ყოფილა, მარტივი იყო და შემხვდა ვაჟა-შაველას შემივედრება და გურამ შეულიშვილის ასვლა. სხვა აბიტურიენტებს ასურჩევდი. პირველ რიგში არნერულან და პოზიტიური ხასიათი შევიდნენ გამოცდაზე და დალში უკვე ყველაფერს გონება თავის თიზავს. შემატკივრობ ჩემს შვილს, მიშკოდიან ქეთევანს. აიცი, გვაქვს დიდი იმედები. 100% ველოდებით მაქსიმალურს. განწყობა როგორი არის თქვენი შვილის როგორი იყო სანამ გამოცდაზე შევიდოდა? ბავშვი ძალიან სტაბილური, შვიდი, არ ღელავდა, მithumetes ქართული ძალიან და ცოტა ისტორიის მოლოდინში აქვს შეში და ქართულსაც ნახოთ. ველოდებით მაქსიმალურად კარგი შედეგებს. მე გულშემატკივრობ ჩემს შვილიშვილს თაზო ბერაძეს. ყველა აბიტურიენტს მინდა უსურვო წარმატებები და ქვეყნის სადარაჯოზე იყვნენ განათლებული და წარმატებულები. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა პირველ რიგში. მინდა წარმატებები უსურვო ყველა აბიტურიენტს, ვინც აბარებს და მომავალი საქართველოს შვილები არიან, მათ უნდა შექმნას ჩვენი სამშობლოს უახლოესი მომავალი და განწყობა, რა თქმა უნდა, მაქვს ამაღლებული, ცოტა ვღელავ, როგორც მშობელი, მაგრამ ეს მე მგონი ბუნებრივიც არის და მთავარია, რომ ბავშვებმა არ იღელოს, ვინც დღეს გამოცდებს აბარებს. ვფიქრობ, რომ ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო არის მშობლიურ ენაზე გამოცდის ჩაბარება, იმიტომ რომ უფრო მეტი მოგეთხოვება, როგორც ქართულს, შენს მშობლიურ ენაში, ლიტერატურაში. ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში ასევე ჩართული არიან მსჯავრდებული აბიტურიენტები. წელს საგამოცდო პროცესში 36 ბრალდებული მსჯავრდებული მონაწილეობს. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით 2025 წლის გამოცდებისათვის საქართველოში ჯამში 80,000-მდე პირია დარეგისტრირებული. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება.
საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო განხილვის თემა EUTHOS საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ღონისძიებაზე, სადაც EUTHOS გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები ამომრჩევლის ნებას ასახავდა. პარლამენტში გქონდეს 40%-იანი წარმომადგენლობა და ამას არ იყენებდნენ, ნიშნავს უსამართლოდ ეპყრობი ხალხს, ვინც აგირჩია. ეს არის საკითხი, რომელიც საქართველოზე საუბრისას უნდა შევისწავლოთ, განაცხადა ფერიდუნ სინირლიოღლუმ. მისივე თქმით, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის ანგარიშში ცალსახად წერია, რომ არჩევნების შედეგები გარკვეული ხარვეზების მიუხედავად ამომრჩეველთა ნებას ასახავდა. არჩევნებზე, რომლის მოგებასაც ოპოზიცია ეჭქვეშ აყენებს, ოდირის ანგარიში ცალსახად წერია, რომ მისი შედეგები გარკვეული ხარვეზების მიუხედავად ამომრჩეველთა ნებას ასახავდა. საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას 150 მანდატიდან 61 აქვს, ანუ პარლამენტის 40%-ზე მეტი ოპოზიციით არის წარმოდგენილი. თუმცა ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ცხადია, დემოკრატიაში უნდა გქონდეს სამოქალაქო სივრცე შენი მოსაზრების გამოსახატად, თუმცა ასევე ეფექტიანად უნდა გამოიყენო ხალხის მიერ არჩეული ორგანო პარლამენტი. პარლამენტში 40%-იანი წარმომადგენლობა გქონდეს და ამას არ იყენებდე, ნიშნავს, რომ უსამართლოდ ეპყრობი ხალხს, ვინც აგირჩია. ეს არის საკითხი, რომელიც უნდა შევისწავლოთ, როდესაც საქართველოზე ვსაუბრობთ. მე გუშინ საქართველოს შესახებ ვისაუბრე და ამას ორი მიზეზი აქვს. პირველ რიგში საქართველოს წარმომადგენელმა გვაცნობა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ეს არის მიზეზი, რის გამო შვეიცარიას აქვს მანდატი რუსეთში საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები წარმოადგინოს და რუსეთის საქართველოში. ამიტომ ვითარება საქართველოში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმყოფებოდი არჩევნებზე დამკვირვებლად, საარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში. უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, როდესაც არჩევნების მეორე დღეს ბრიფინგზე ყველა საარჩევნო დამკვირვებელი შეიკრიბა და ვიკითხეთ, როგორი იყო არჩევნები. დავადგინეთ, რომ არჩევნები იყო სრულყოფილად ორგანიზებული, სამართლიანი და არავითარი უწესრიგობა არ იყო. საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით EUTHOS გენმდივნის განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ეს არის თქო ცალკეული გამონათქვამები, ცალკეული საჯარო მოხელეების თუ პოლიტიკური ფიგურების, რომლებიც აზრზე ევროპის პოლიტიკაზე გავლენას ვერ ახდენენ საბოლოო ჯამში, ესე საქართველოსთან მიმართებაში ესე გამოდის. ამ გამონათქვამების არ გააჩნიათ რეალური მნიშვნელობა, იმიტომ რომ ვინც საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში რაიმე ტიპის უფლებები აქვს ოპოზიციას იჭერენ, ოპოზიციას არ ვიცი, ახლა საპარლამენტო ტრიბუნას კი არა, სუნთქვას უშლიან, უკვე ამის Facebook პოსტებიდან დაწყებული, ქუჩაში გაგრძელებული ყველაფერი არის დასჭადი. ამას რა თქმა უნდა ადამიანი რომელიც ამასხლებას აკეთებს ვერ ერგოა ქართულ პოლიტიკაში. არა აქვს ბატონ დივანს წაკითხული ეს დასკვნა, არსად არ წერია რომ არჩევნების შედეგები ამომრჩევლის ნებას გამოხატავდა. არც ერთ გვერდზე და არც ერთი წინადადება. სამწუხარო მე არ ვიცი ხა თარგმანში შეცდომა, მას დაუშვა შეცდომა, ამაში არ ჩავძიები ვარ, იმიტომ რომ ორიგინალი არ წამიკითხავს და არც მომისმენია თუ განცხადება გააკეთა საჯარო, უბრალოდ ცხადია რომ მას ის არ წაუკითხავს. ჩვენ ამ კრიტიკას ვერ ვნებებია. ჩვენ სწორედ იმის გამო რომ პატივცემთ ჩვენს ამომრჩეველს, იმ 170,000-მდე ამომრჩეველს საქართველოს მოქალაქეს, ვინც მოაქვს სამხედროდ გაყალბებული არჩევნების სხვა შემთხვევაში რა თქმა უნდა ამის პატევის გაცილებით იქნებოდა. სწორედ ამიტომ ჩვენ ვართ პოლიტიკურ ბოიკოტში. და მანდატები სწორედ ამიტომ არ დაგვიტოვებია. და ჩვენთვის პოლიტიკური ბოიკოტი არის პოლიტიკური ბრძოლის კანონით მონიჭებული საშუალება. ვისაც უნდოდა რომ რეალობა დაინახეს და თქვეს რომ საქართველოს ჩატარდა კონკურენტუნარიანი არჩევნები. აღარაფერს ვამბობ მთავარ შემფასებელ ორგანიზაციაზე EUTHOS-ზე, რომელსაც ჯერ თავს დაესხნენ რომ როგორ თუ დაწერა რეალობა რაც მოხდა საქართველოში და ამბობდნენ რომ EUTHOS-ის დასკვნა არ აინტერესებს, ბიბლია არ არის და ეხლა რატომღაც გახდა ეს საჭირო ორგანიზაცია და ამავდროულად ის ეგრეთ წოდებული ვითომ კრიტიკა, რომელსაც ალაპარაკებენ ევროპარლამენტარი იქნებიან თუ ასე შემდგომ, ფასიან განცხადებებს რო აკეთებიებენ. მათივე საზოგადოებას აღარჯერა, უკვე ევროპაშივე აღარჯერათ ეს, იმიტომ რომ გამჟღავნებულია ეს მოცემულ ხელისგულზედებს უკვე სად როგორ ტარდება არჩევნები და სად რა განწყობა აქვს საზოგადოების უმრავლესობას, ყველა მიცის ეს მათ შორის ევროპაში. პოლიტიკა, რომელიც ეგრეთ წოდებულ რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია, არ შეცვლილა წლების განმავლობაში. დღესაც, როდესაც ვლაპარაკობთ, რომ შეუძლებელია არჩევნების გაყალბება, ისინი ამას არ იზიარებენ და ვერც ვერაფერი დოკუმენტი მოიტანეს იმის დასამტკიცებლად, რომ რაღაც გაყალბდა, გარდა იმისა, რომ ამბობენ, რომ ადამიანებზე
ზეწოლა ხდებოდა. შემდეგ კიდე რაღაც წერტილმა გამოჟონო და ასე შემდეგ. ეს სერიოზული დაფიქრების საფუძველს იძლევა. ხომ არ არის მთავარი მიზანი, რომ რაღაცა რევოლუციური პროცესი განვითარდეს და სისხლი დაიღოროს ქვეყანაში. როგორიმე ქვეყანაში დაწყებულიყო ისეთი პროცესი, რომელსაც შეუქცევადი გრევის ხასიათი ექნებოდა. ეს იყო იდეა და ამ იდეას რასაკვირველია მნიშვნელოვნად აკარწყლებს ის, რაც ან შვეიცარიის პარლამენტარმა განაცხადა, ან მით უმეტეს ეუთოს პრეზიდენტი. პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები, ასე ქვია დოკუმენტს, რომელშიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს შესახებაც საუბრობს. საბოლოო დოკუმენტი ოფიციალურ საიტზე ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა ვრცელდება ანგარიშის სამუშაო ვერსია. დოკუმენტში საქართველოს საკითხზე რამდენიმე კუთხითაა საუბარი, მათ შორის ნათქვამია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, ოდირის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის თანახმად რამდენიმე შეუსაბამობით გამოირჩეოდა. გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით აუცილებელია ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლება და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რაც ნამდვილად ასახავს ქართველი ხალხის ნებას. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის რეალიზაციის მომზადების რეალიზაციის მცდელობის ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ერთ-ერთის პირადი საცხოვრებელი ბინის ასევე მის მიერ მითითებული ლოკაციები და ნივთმტკიცება დამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეტადონი, დიდი ოდენობით მცენარე კანაფი, მარიხუანა და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი. მეორე პირის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან კი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნივთმტკიცება დამოიღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ალფა პვპ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სტიქიას ებრძვიან ფშავში. ფშაველი აბანო ომალოს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით აკრძალულია. დუშეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თქმით, პრობლემა უამინდობამ და უხმა ნალექმა გამოიწვია, რის შედეგადაც ადიდებულმა ხევმა გზა დააზიანა. მეწყრული პროცესი სოფელ ლეჩურიდან 23 და 25 კილომეტრებზე განვითარდა, სადაც ამჟამად კონტრაქტორი კომპანიის ტექნიკაა მობილიზებული, თუმცა მუშაობას უამინდობა აფერხებს. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დუშეთის მიმართულებით მოძრაობის აღდგენა ამინდზე იქნება დამოკიდებული. მეწყრული პროცესები გააქტიურდა ხევსურეთშიც. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჟინვალი ბარის სახოშატილის გზაზე სოფელ გიორგი წმინდასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება. გზის 96 კილომეტრზე ჩამოსულია მიწის მასა. მეწყერში ერთი ავტომობილი მოყვა. მგზავრები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილები. დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და წვიმის შეწყვეტისთანავე დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები. საუკეთესო სპექტაკლი, ომის ღმერთი, რეჟისორი საერთაშორისო ფესტივალი თეატრალური იმერეთი 2025 საზეიმოდ დაიხურა. იმერეთის თეატრალური ფესტივალის გრან-პრის მფლობელი თერჯოლის სახალხო თეატრი გახდა სპექტაკლისათვის ომის ღმერთი. გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები. თეატრალური ფესტივალი უკვე გამარჯვება. თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობა უკვე გამარჯვება. ეს ნომინაციები პირობითია, შიური სუბიექტურია. და ამიტომ გადაწყვეტილებაც ესეთია ყოველთვის. მე არ ვთვლი, რომ ვინც გრან-პრი არ აიღო და ისა, ვინმე დამარცხებულია, ყველა გამარჯვებულია, იმიტომ რომ ზეიმობს ხელოვნება და ზეიმობს იმერეთის თეატრები. ამიტომ ყველას ულოცავ, მადლობა ჟიურის ამ შეფასებისთვის და მადლობა მაყურებელს ხარდაჭერისთვის და ყველას, ვინც გვერდში გვედგა იმისთვის, რომ ეს სპექტაკლი განხორციელებულიყო და ამ სახით მოგვედანა მაყურებლამდე და მადლობა ჩემს მსახიობებს, ამ არაჩვეულებრივ გუნდს. მადლობა ყველაფრისთვის და ულოცავ ყველას. ნომინაცია კანის მთავარი როლი ირინე ჩხეიძე 7 გამო.
ნომინაცია ქალის მთავარი როლი ხარაგაულის თეატრის რეჟისორმა და მსახიობმა ირინე ჩხეიძემ მიიღო სპექტაკლისათვის მშვიდობით თემური. ხარაგაულის თეატრმა ასევე მოიპოვა ჯილდო მამაკაცის მთავარი როლისთვის, რომელიც ვასილ კიკნაძეს გადაეცა. ძალიან ბედნიერი ვარ მე. აბა როგორ შეიძლება რომ არ იყო ბედნიერი, როცა მე-6-ე ხვდები იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე საუკეთესო მსახიობი ქალი, მთავარი როლის შემსრულებელი. და რა ვიცი, აი ბედნიერებით ვარ სავსე სიხარულით, რა თქმა უნდა, ეს არის დიდი სტიმული მომავლისათვის და ნამდვილად კარგი ჯილდოებით მივდივართ, რადგან მთავარი მამაკაციც ჩვენ ავიღეთ, ქალიც და ორი მთავარი ჯილდო ჩვენი თეატრის 125 წლის იუბილეზე. მნიშვნელოვანია ნამდვილად და დიდი მადლობა ყველას ამისათვის. ძალიან დიდი ხანია, აი 2012 წლიდან მუდმივად ამ ფესტივალში ჩართული და დღეს ესეთი სიხარული, ესეთი უდიდესი ემოცია ეს ჩემთვის. როცა საკუთარი შრომის შედეგს ხედავ და თან აი როგორი მსახიობები თამაშობენ ამ თეატრალურ ფესტივალზე, რომ წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, რომ აი აბელ სოსელი, გიორგ ლოველი, აი რა ვიცი, აი ესეთი მსახიობები და უცებ მამაკაცი დავაგდეს. რა ვიცი, ეს უდიდესი ატივია, ჩემთვის დიდი სიხარულია, მოტივაციას არ და პასუხისმგებლობას ძალიან დიდი მომავლისთვის. ნომინაციები საუკეთესო მუსიკალური გაფორმება და საუკეთესო ქორეოგრაფია საჩხერის თეატრმა მიიღო სპექტაკლისთვის მეტამორფოზა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჯერ საშუალება მომცარო სცენაზე გადმომეტანა, ჩემი ემოციები, ჩემი განცდები და ის მონახაზი, რაც იქ გავაკეთეთ. მადლობა გიორგი მეტოვიძეს, საჩხერის თეატრის რეჟისორს, ჩემს თეატრს დასწლიანად, მადლობა ფესტივალს, ორგანიზატორებს, ბატონ ლევან როხვაძეს და მადლობა ჟიურის. ყოველთვის მემახსოვრება დღევანდელი დღე, ეს პრიზი და აუცილებლად დიდი мотиваცია არის ჩემთვის ეს ყველაფერი და აუცილებლად წავალ უკეთესისკენ ამ ყველაფრით და არა უარესისკენ. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ნებისმიერი აღიარება. მე მოლოდინიც მქონდა რომ მუსიკა იქნებოდა ამ სპექტაკლში, იმიტომ რომ ბეგი მუსიკა დაწერა ჩვენი სპექტაკლისთვის სრულიად დამოუკიდებელი და მე ვფიქრობ რომ მართლაც განსაკუთრებული იყო რაც შეეხება ქორეოგრაფიას, ჩვენი თეატრი როგორც მოძრაობის თეატრი ესეთი ფაქტიურად ამ ნიშით დაიმკვიდრა საკუთარი თავი, უმეტესწილად ამ ჟანრში მუშაობთ და ალბათ ამით იყო გამორჩეული და ძალიან სასიამოვნოა, როდესაც აღიარება ხდება. რაც შეეხება ფესტივალს, ფესტივალი ზოგადად არაერთჯერ მithქვას და გავმეორდები ახლაც რომ ამ ფესტივალმა ძალიან დიდი როლი ითამაშა იმერეთის რეგიონში რეგიონალური თეატრების განვითარებისათვის. ძალიან სასიამოვნოა და სასიხარულოა, რომ ყოველ ჯერზე, ყოველწლიურად საუკეთესო სპექტაკლები ჩამოდის აქ და ქუთაისის მაყურებელი არ შემიძლია არ ვახსენო. ეს ჩემთვის არის კატალიზატორი, თუ ქუთაისის მაყურებელმა მიიღო სპექტაკლი, ვთვლი რომ რაღაც საინტერესო გავაკეთე. ნომინაცია საუკეთესო რეჟისურა მოიპოვა რეჟისორმა ლაშა ლომჯარიამ ვანის თეატრში დადგმული სპექტაკლისათვის კაცია ადამიანი. ნომინაცია საუკეთესო სცენოგრაფია გადაეცა სამტრედიის თეატრს სპექტაკლისათვის სან ნიკოლას პიაცა. ნომინაცია ქალის ეპიზოდური როლი ელენე ბობოხიძეს გადაეცა სპექტაკლისათვის გაიღიმე ჩიტი გამოფრინდება, რომელიც ხონის თეატრმა წარმოადგინა. საუკეთესო მამაკაცის ეპიზოდური როლი ჯილდო ზურაბ ყურაშვილმა მოიპოვა წყალტუბოს თეატრის სპექტაკლში გაიღიმე საქართველოს შესრულებული როლისთვის. საუკეთესო ახალგაზრდა ქალი მსახიობის ნომინაციაში გურანდა ბარბაკაძემ გაიმარჯვა, რომელიც ტყიბულის თეატრის სპექტაკლში ზღაპარი რუსთაველის ქუჩაზე ნომერ 1-ში თამაშობდა. საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობის წოდება მიიღო გიორგი ჭაფოძემ სპექტაკლისათვის ათვინიერებენ მიმინოს, რომელიც ბაღდათის თეატრმა წარმოადგინა. ჟიურის სპეციალური პრიზი ქუთაისის ერემია სვანაძის სახელობის დამოუკიდებელ დასს გადაეცა სპექტაკლისათვის ემიგრანტები. წელს საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში რეგიონის პროფესიული და სახალხო თეატრების მიერ 18 სპექტაკლი იყო წარმოდგენილი, ასევე სტუმრის სტატუსით სპექტაკლები წარადგინეს აზერბაიჯანის, იტალიისა და ლიეტუვას თეატრებმა. ფესტივალმა
წარმატებით ჩაერა, რისთვისაც მადლობა ყველამ ადამიანს, ვისაც მუსიკის ფესტივალის დაფუძნებასა და შემდგომ განვითარებაში, ბატონ ლევან ახალაძის მას არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად ძალიან შემდგომში ჩაერა, როგორც ყოველთვის ჟიური თამამად შემიძლია თქვა, აბსოლუტურად მიუქორწინებელი. როგორც ნებისმიერ გადაწყვეტილების მიღებისას ხდება ხოლმე ხმათა უმრავლესობა წყლის კონკრეტული ნომინაციის ბედს, შესაძლოა მე ან რომელიმე ჟიურის წევრი არ კონკრეტულ ნომინაციას არ ეთანხმებოდეს, მაგრამ ის გავიდა ხმათა უმრავლესობით. ეს არის დამკვიდრებული, აპრობირებული მეთოდი და სხვაგვარად მეთქი რომელმა გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს. ასე რომ ვიღაც ძალიან კმაყოფილი დარჩება, ვიღაც კმაყოფილს გვეყოლება, ასე ხდება ყოველ წელიწადს, რამოალდოს ასე იქნება, ცხადია მხოლოდ 12 ნომინაცია არის და იმდენი სპექტაკლი ნახეთ, რომ ამორჩევა ნამდვილად რთული იყო. თუმცა წელს თერჯოლას კი ბატონო ვილოცავ, იმიტომ რომ ფესტივალის ისტორიაში ყველაზე კარგი სპექტაკლი ჰქონდა წარმოდგენილი, რასაც თერჯოლას წინასწრებში წარმოადგენდა. ეს არის სასუსხად მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით ის, რომ ფესტივალმა შეძენა საერთაშორისო სტატუსი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ უკვე მასპინძლობ ცხოვრობ დასებს და ეს თანამშრომლობა, სამართალ თანამშრომლობის პერსპექტივა გაჩნდა, რაც არის ძალიან მისასალმებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ წელს ჩვენ lietuvā სტუმრობდა ქალბატონი ანა შუმელაიტი, რომელსაც საკუთარ თეატრ და ფესტივალ აქვს ნოემბერში და მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ წარმოდგენილ სპექტაკლი და რამოდენიმე იმ ფესტივალზე მოხდება. საერთაშორისო ფესტივალის მე-16 სეზონზე ტრადიციულად გაიმართა ჟურნალის პრეზენტაცია. საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის ინიციატივით ქართული თეატრის მხარდაჭერისათვის ქომაგის წოდებები გადაეცათ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულებს და 12-ვე მუნიციპალიტეტის მერს. მე ღირსეულად და ძალიან სიხარულით მადლიერი ვარ უფლის, რომ შედგა იმ დონეზე, რომელიც ჯერ არ ყოფილა. თანდათან მივდივართ, მაგრამ უქმდება და ეს დავასწარი მოვლენებს აქედან მოხდა, დახურვას გადარჩა თეატრები, სახალხო თეატრების სახელწოდება უქმდება, მუნიციპალური თეატრები მრავლდება, დონე იმატებს, მაყურებელი 16,000 გადაცილებული მობრძანდა უფასოდ ნახა, გულმოსული ცოტა და გაგულისებული შებრუნდა 2,000-მდე მაყურებელი, იმიტომ რომ დააგვიანდა ოდიში ნურას უკაცრავად მიეჩვიონ, ძალიან მიხარია მობილური სხვები შემცირებული იყო, 22 ქვეყანა ამ წლის ჩათვლით მოხდა და რა უნდა თქვას, ახლა კაცმა ხვალ გათენდება და ახალ ფესტივალს შეუდგები, არ დავისვენებ სანამ ცოცხალი ვარ, რამე თუ ჩემი შვილი, აქ არის ჩემი შვილი, ჩემი შვილები იმ ბეზნაკლებად არ მიყვარს ეს ფესტივალი. პირველ რიგში მოგეხსენება თეატრი და ხელოვნება, ეს არის სულიერი საზრდო ადამიანებისთვის და მოქალაქეებისთვის. აქედან გამომდინარე იმერეთის თეატრალური ფესტივალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც უკვე მე-16-ით მიმდინარეობს, წელს მე-16 სეზონის დახურვა გვაქვს. რა თქმა უნდა, დადებითად შეხვდა ამას მოსახლეობა, ანშლაგით გაიარა თითქმის ყველა სპექტაკლმა. რამოდენიმე შევწელი და დავესარი და ძალიან მოხებულები ვარ ჩვენ თვითონაც და რა თქმა უნდა მოსახლეობიდან გამომდინარე ძალიან დადებითი მუხტი და ემოცია მოდიოდა. ფესტივალის მე-16 სეზონი ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში ჭიათურის თეატრის სპექტაკლით ცხოვრება მშვენიერია დაიხურა.